ბიბლიის მიხედვით 4 ქალაქი: სოდომი, გომორი, ადმა და ცებოიმი მიწის პირიდან აღგავა ციდან გადმოსულმა ცეცხლმა. უფლის რისხვა გამოიწვია ამ ქალაქების მცხოვრებთა უკეთურებამ და ყოვლად შემზარავმა ცოდვებმა. დღესაც გამოიყენება გამოთქმა სოდომური ცოდვა და აღნიშნავს გარყვნილებას. იგი იმ ცოდვასაც შეიცავს, რის გამოც ასე ძალიან განრისხდა ღმერთი. სოდომისა და გომორის ცოდვა გულისხმობს არატრადიციულ ურთიერთობას ანუ ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის. კი, იმიტომ რომ როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ ჩვენ, სოდომი და გომორი იყო ქალაქები, სადაც განსაკუთრებით გავრცელებული იყო ესეთი სახე, ასე ვთქვათ, ურთიერთობის, მახინჯი ურთიერთობის და უფალმა დასაჯა ეს ქალაქები. აქედან გამომდინარე, ეს ცოდვა ბიბლიიდან დაწყებული და დღემდე ეკლესიისთვის განიხილება როგორც მომაკვდინებელი ცოდვა, იგი უფრო უარესი ცოდვაა, ვიდრე ჩვეულებრივი მრუშობა, მათი მცნებაში მოხსენიებული. ეს არის ადამიანის ბუნების შემაგინებელი. სოდომური ცოდვა, მამათ მავლობა და დედათ მავლობა, იგივე ჰომოსექსუალიზმი თავისი არსით ძალიან პრობლემატური და საშიშია საზოგადოებისთვის. როგორც ვიცით, არც ერთი ხალხი არ დაუსჯია უფალს იმგვარად, როგორც სოდომისა და გომორის მოსახლეობა. აწვიმა ცეცხლი და წუნწუბა ესე ვკითხულობთ წმინდა წერილში. გოგირდის ასე ვთქვათ, სინქრუვალი დაიწვა ეს ქალაქები. ცეცხლი, იმიტომ რომ აი ხორციელი განხურვების წინ ესეთი საჯელი მოუვლუნა უფალს და გოგირდი ყველაზე სწრაფად იწვის და ისეთ ყრალ სუნს გამოსცემს. არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლია. ასევე, ვინც მამაკაცთან დაწვება ისე როგორც წვებიან ქალთან, სიბილწეს ჩაიდნენ ორივენი. წიგნი ლევიტელთა, მე-18 მუხლი. ადამიანი ასე ვთქვათ, აი ამ ნებას გაქანების საშუალებას აძლევს, გახელების არა, სულ შეიმჩნევა ხოლმე უფლისმიერი დასჯის მომენტი. მით უმეტეს, როდესაც აქ საქმე გვაქვს აი ესეთ გადახრასთან ერთი სქესის წარმომადგენლები რომ ურთიერთობენ ერთმანეთს, თუ შეიძლება ასე ითქვას. ხშირად მამათმავლობა და ლესბოსელობა სურთ გაასაღონ ავადმყოფობად, რათა უფრო ადვილად დაამკვიდრონ ეს ცოდვა საზოგადოებაში. გასულ საუკუნეში იყო მცდელობა, რომ ჰომოსექსუალიზმი ფიზიოლოგიურ არასრულფასოვნებად გამოეცხადებინათ. მის ბიოლოგიურ საფუძველს ერთნი თავის ტვინის თავისებურებებში ეძებდნენ, მეორენი ჰორმონალურ სისტემაში, მესამენი გენებში. ჩვეულებრივად სქესობრივი მომწიფების შემდეგ გამომუშავდება სქესობრივი ჰორმონები, რომლებიც მის სქესობრივ ქცევას და მის სქესობრივ ნიშნებს და გამრავლების უნარს განაპირობებს. ადამიანში ორივე სქესისთვის დამახასიათებელი ჰორმონი გამომუშავდება, როგორც მამაკაცის, ისევე ქალის. მაგრამ კაცებში უფრო სჭარბობს ანდროგენები, ამიტომ მამაკაცს აქვს მამაკაცური ქცევა, მამაკაცური თვისებები, ლტოლვა, მოთხოვნილება და ასე შემდეგ. ხოლო ქალებში არის უფრო ესტროგენების სიჭარბე და აქედან გამომდინარე მისი გარეგნობა, ქცევა, თვისებები, ლტოლვა, მიდრეკელებებიც არის ქალური. არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო დაირღვევა ჰორმონალური ბალანსი, თქვათ ზოგიერთ მამაკაცს დაქვეითებული აქვს ჰორმონალური ფონი. ასეთი დისბალანსის დროს შეიძლება შეიცვალოს მამაკაცის ქცევა, იგი გახდეს უფრო ქალური, იცვლება მისი გარეგნობაც, მიხრა-მოხრაც და შეიძლება მისი მიდრეკილება და თვისებებიც. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ მასში ბატონობენ ქალური ტიპის ჰორმონები. ასეთ შემთხვევაში, თუ ჩვენ ჩაუტარებთ დროულად წესიერ ჰორმონალურ მკურნალობას და ჰორმონალურ კორექციას, მამაკაცს დაუბრუნდება ჩვეულებრივი ის თვისებები, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. მეორე ჯგუფი ადამიანების, რომელთაც აქვთ ხოლმე არაადეკვატური და გადახრილი ასეთი ურთიერთობები, მიეკუთვნება ის ჯგუფი, რომელთაც არასწორად ზდიდნენ ბავშვობიდან. აღზრდას როგორც ოჯახში, ისე სკოლაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვანი პიროვნების ფორმირებისათვის.
იმისათვის რომ ბავშვი ჯანსაღად აღიზარდოს, საჭიროა მისი დაცვა მავნე ზეგავლენისაგან. საწინააღმდეგო ძალა არ მოდის ცარიელ ადგილას. მე ესე ვიტყოდი, რომ იყენებს ცხოვრებისეულ მომენტებს. რა იგულისხმება? იგულისხმება ის, რომ ალბათ უნდა დაუშვათ ის, რომ ადამიანს აქვს მიდრეკილება ამ კუთხით, იცით? ბუნებრივი რაღაცნაირად ახასიათებს მას ამ მიმართულებით სწრაფვა. უნდა დაუშვათ ისიც, რომ აქ აღზრდაში შეიძლება იყოს დაშვებული შეცდომა. მაგალითად, ფსიქოლოგები გამოყოფენ, რომ როდესაც ბიჭს მაგალითად რაღაცნაირად ქალურად ზრდიან, ბავშვობის ასაკში აწმევენ კაბას, კიდე აძლევენ გოგონების სათამაშოებს, ან რაღაცნაირად თითქოს აი ამ კუთხით უბიძგებენ, მათ გარკვეულწილად პრობლემები ექნებათ აი ამ მიმართულებით. ანუ იცით, ალბათ რო შევაჯამოთ, აქ ყველა ფაქტორი უნდა გამოიყოს. შეიძლება იყოს ბუნებრივი მიდრეკილება, აღზრდაში იყოს დაშვებული შეცდომები. სპორტიც უნდა იყოს განსხვავებული ქალისთვის. ქალისთვის თქვა რაგბი, ჩვენ მოგწონს, რომ რაგბისტი ქალებია, მაგრამ არ არის ეს, რომ შეხედო კიკბოქსინგი, რაგბი და ესეთი სპორტი ქალისთვის შეუფერებელი და მიუღებელია. სამწუხაროდ ბოლო ხანებში გახშირდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. არსებობს გარკვეული ჯგუფის საჯარო მოწოდებები იმის შესახებ, რომ ადამიანმა არ უნდა შეიზღუდოს თავი მორალური თუ ზნეობრივი ვალდებულებებით. საზოგადოებაში ასეთი თავისუფალი ცხოვრების წესი ითვლება თანამედროვე, მოდერნიზებული ცხოვრების და ცივილიზაციის ერთ-ერთ უდიდეს მონაპოვრად. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც თვლიან, რომ იგი თავისუფალია და მას როგორც უნდა ისე მოიქცევა. მას ექნება კონტაქტი უნდა ქალთან, უნდა კაცთან, უნდა ორებესთან ერთად. და ეს არის მისი თავისუფალი ნება. ეს ყველაზე რთული ჯგუფია. ეს არის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არაცნობიერებენ, რომ ისინი ცოდვილი არიან ღვთის წინაშე. პირიქით ისინი ამბობენ, რა ცოდვას ჩავდივართ. თქვენ ხომ ამბობთ, რომ გიყვარდეს მოყვარსო, გვიყვარსო. ანუ ისინი თვლიან ამას, რომ ისინი სწორად იქცევიან და ესენი არიან სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ მათი უფლებების შეზღუდვაზე. ანუ ესე როგორ არის, იცით, ეკლესია რომ მოითხოვს ჩემგან არა კაცკლა, მე რომ გამოვიდე ამისთვის და ხმამაღლა ვიძახო, რომ ეკლესიას ღუდავს ჩემს უფლებას, მე მინდა ადამიანი მოვკლა და ეს კიდე მიშლეს ამას. ამ ცოდვის დამცველები ხშირად აპილირებენ დასავლეთზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გავცნობოდით კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის აზრს. 2010 წლის 24 ივნისს ევროპული სასამართლოს მეოთხე სექციამ გამოიტანა გადაწყვეტილება და ამ საქმეს ეწოდება ასეთი ფორმულირება: საქმე შალკი და კოპი ავსტრიის წინააღმდეგ. კონკრეტულ საქმეს გეუბნებით რა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. შალკი და კოპი ავსტრიის წინააღმდეგ. ახლა ეს შალკი და კოპი გახლავთ ორი ჰომოსექსუალისტი მამაკაცი, ასეთ მოითხოვეს, ასე თქვა, ავსტრიის კანონმდებლობის შესაბამისად დაქორწინება. რა თქმა უნდა, ბუნებრივად ავსტრიის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად აკრძალულია და ამაზე ატყდა ერთი ამბავი და უარი უთხრას. ამათო ირბინეს ის გაიარეს ყველა ინსტანცია, ასე თქვა, ავსტრიის ასე თქვა სამართლებრივი სივრცისა და ავიდნენ ევროპულ სასამართლოში, ანუ სტრასბურგში. სტრასბურგის სასამართლოში კიდე მეოთხე სექციამ გამოიტანა გადაწყვეტილება, როგორც მოგახსენეთ ამ თარიღით და ამ საქმეს დაერქვა შალკი და კოპი ავსტრიის წინააღმდეგ. ერთი გახლავთ 60 წელს დაბადებული პიროვნება და მეორე 62 წელს დაბადებული. ამათო მოინდომეს დაქორწინებული იყვნენ რა. ამას მოყვა ბუნებრივად უარყოფითი რეაქცია გამოყენებული სტანდარტად, იმიტომ რომ აქცენტს აკეთებენ აი ევროპული სასამართლო, ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, ევროპული კონვენცია, ხო, ევროპული სტრუქტურების ასე თქვა მოტივირებით ხდება რაღაცა ასე შეფუთვა, ამათი უფლებების დაცვა. კონკრეტული გადაწყვეტილება ევროპული სასამართლოს გეუბნებით სტრასბურგის, რომელმაც არ დააკმაყოფილა ხოლმე და უთხრა უარი. მოტივაცია არის ასეთი: ევროპული კონვენციის მე-12 მუხლი ითვალისწინებს ქორწინების უფლებას. მუხლს ასე ქვია. და სადაც შავი თეთრზე წერია ქალს, სრულწლოვან ქალსა და მამაკაცს აქვთ ქორწინების უფლება და ოჯახის შექმნის უფლება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. და ეს არის სავალდებულო ნორმა ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებისთვის. და ასეთი არის 57 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც. ჰომოსექსუალობა მძიმე გარკვეულება და წარმოაჩენს ბიბლიაში. ეს ნათელია და ამიტომ საერთოდ ეკლესიისთვის მერე იყო ნათელი მათი პოზიცია. ეკლესია მუდამ ასკადებდა რომ
ჰომოსექსუალობა თავის დავა და უსესრიგობაა. ესე იგი, სხვა სიტყვებით არის ცოდვა. ისედაც სავალალო მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს სოდომური ცოდვის პროპაგანდა პრესისა და მასმედიის საშუალებით. ეს განსაკუთრებით წინ წამოიწერია, რომ აი მასობრივი საშუალებები გარკვეულ კუთხით თითქოს რეკლამასაც უწევენ აი ამ მიმართულებით. ანუ ვთქვათ, ზოგჯერ ტელევიზორში შეხვდები ისეთ ამაზრზენ კადრებს ერთი სქესის წარმომადგენლების ურთიერთობის და როდესაც მოზარდი ვთქვათ შეხედავს ამას, თითქოს პრეცედენტი იშვება, რომ იგი არის ასე ვთქვათ არა აკრძალული და მე როდესაც ფანტაზიას წარმოსახვას ახლებ ამ მართულებით არა ძალიან უწყობს ეს ხელს აი ამ ნების განვითარებას. თუ ჩვენ ასე ვთქვათ ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, თუნდაც როგორც ეს თემატიკა, რაზედაც ახლა ჩვენ ამ წუთში საუბრობთ, და არა მარტო ეს თემატიკა, ოჯახის ინსტიტუტის შექმნა დაწყებული სხვა რწმენის, რელიგიის, აღსარებლობის, ტრადიციული ელემენტების დაცვის და ასე შემდგომ, ბუნებრივად ეს ჩვენ ერთგვარი ასე ვთქვათ დაცვის მექანიზმის შეგვექმნებოდა და გადავრჩებით ამ ასე ვთქვათ, არ გავხრებით და თუ სამწუხაროდ ბრმად მივიღებთ ამას ჩვენ ყველაფერს, თავისთავად ეს გავლენას მოახდენს ჩვენზე და დაწყებული მენტალური შეხედულებების ასე ვთქვათ დაწყებიდან დამთავრებული ტრადიციული ღირებულების გრევით. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ, რომ შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. მათი თანაცხოვრების მიზანი გამრავლება და შვილიერება უნდა ყოფილიყო. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას. ნებისმიერი სხვა ფორმა ცოდვაა. ამ ცოდვის სიმძიმე კი ასეთია. უკეთესია სიკვდილი, ვიდრე ასეთი სიბილწით ცხოვრება. მკვლელი სულსა და სხეულს განყრის ერთმანეთისაგან. მამათმავალი კი ღუპავს როგორც სულს, ისე სხეულს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ. მადლობა ღმერთს, ღვთისმსხალობი დედამიწას ჯერ არსებობს უნივერსალური საერთო ორგანიზაციის მიერ მიღებული ან თუნდაც გაეროს, თუნდაც ევროსაბჭოს, თუნდაც ევროკავშირის მიერ კანონის პრინციპი, როგორც გითხარით, ევროპული კონვენცია ან გაერის ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, ასეთი კანონები, რომლებშიც შავი თევზი იქნება სავალდებულო ასეთი სტილის ეგრეთ წოდებული უმცირესობების დასაცავად. ეს თემები ბუნებაში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ რეკომენდაციები, რომლებსაც აქვს არასავალდებულო ხასიათის შესასრულებელი, ასე ვთქვათ, ძალა და პრინციპი და ახლა ეს უკვე დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყნის ნებასრულზე, უნდა გაითვალისწინებს და მიიღოს მას, ასე ვთქვათ, სამართლის ნორმად, უნდა არ გაითვალისწინებს. ეკლესია თვლის, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. ამ ცოდვისაგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება კი ამგვარ ცხოვრებაზე უარის თქმაა, რაც სინანულით მიიღწევა. თუ ადამიანი დაგმობს ცოდვილ ცხოვრებას და სინანულით შესთხოვს უფალს ცოდვების მიტევებას, შენდობას მიიღებს. რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას აღემატება. ეკლესია უმთავრესი მიზანი რა არის? ადამიანის გამოსწორება და შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ეს უარყოფილი მიდრეკილება. სწორედ ეკლესია იმისთვის არის, რომ ადამიანი კაცი გამოასწოროს და როდესაც ხდება აღსარებაში ან შენი გადახრების აღნიშვნა, როდესაც იბრძვი სულიერი ფსიქოლოგიური კუთხით აი ამ შემთხვევაში უფალი გაძლევს იმ ძალას, რომ ის რაც თუნდაც თანდაყოლილი დეფექტია, ის რაც თუნდაც აღზრდის არასწორი აღზრდის შეცდომის გამოხატულება არა, ეს ნელ-ნელა გამოსწორებული იქნას. ასე რომ გამოვალი სიტუაცია არ არსებობს. თუ ადამიანი რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა სულიერი კუთხით ცდილობს გამოასწოროს საკუთარი თავი, მერე დროთა განმავლობაში მას პრობლემა არ ექნება და სულ სხვა განზომილებაში გადავა მისი ფსიქიკა ამ მიმართულებით.